იყო თუ არა 4 ოქტომბერი რაღაცის განსაზღვრელი? კი, მე მგონი ეს იყო ძალიან კარგად ჩატარებული სპეცოპერაცია ქართული ოცნების მხრიდან. პრემიერ-მინისტრი რამდენიმე თვის წინ გამოდიოდა და ამბობდა, რომ ლევან ხაბიაშვილი ეძახოდა ანიტას და ამბობდა, რომ მათი აგენტი იყო, ან ყოფილი აგენტი იყო. და მე ხომ და დავიჯერო, რომ ყოფილმა აგენტმა მოუწყო პოტენციურად რევოლუცია ქართულ ოცნებას, ისე რომ მათ არც კი დახარჯეს დრო, რომ დაედოთ კომპრომატი მასზე. როგორ შეიძლება სუსის აგენტი აღმოჩნდეს ოპოზიციის ლიდერი, თუ ამის მტკიცება შეგიძლია. მით უმეტეს, ხო. ამიტომ ან დაუშვათ ქართული ოცნება იტყუებოდა წინა პერიოდში ამ თელ რაც ეხებოდა ხაბიაშვილს და ზოგადად ამ დამხობის ისტორიას, ან უბრალოდ ეს მათი აგენტი იყო მართლა და მათ დაორგანიზეს ყველაფერი. ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე ვიღაცა ხონდა ელაპარაკოს, ან მაგალითად მე მიკვირს როგორ დადიან სუბთა სინდისით ის ხალხი, ვინც ამ ყველაფერს უჭერდა მხარს, ამბობდა რომ ეხლა დაგამხობთ ასე შემდეგ. გასაგებია რომ ვიღაც ორგანიზატორები შეიძლება უნდა აგონკიდეს პასუხი ზოგადად. ერთი ალბათ პაატა მანჯგალაძე არაფერში არის დარწმუნებული ვარ ამ სიტუაციასთან, მაგრამ როგორც პაატა მანჯგალაძე არაფერში არის, იქ კიდევ ვიღაც ხალხი ამის არაფერში არის, იმიტომ რომ ბოლოს ვიღაც ხალხი დაიჯერა. იქ ხო მარტო ხაბიაშვილი არის. ხო, ჩვენ თვითონ ნახეთ შტურმის მცდელობა თუ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ამის გამო ხო ვიღაც უნდა დაიჯერა. კი, და რა თქმა უნდა, წამოვიდნენ, როცა ემოციური ფონია, შესაძლოა რა ვიცი, ამდენიმე 10,000 ადამიანი დგას, კონკრეტულად შენ გონია რომ 100-ია, გეუბნება რომ 100,000 ვარ, 500,000 ვარ, შენ ანერვიულებული რომ აი ხე მოხდა და ეხა დაამხე ქოსებს. ხო შეიძლება აყვე ემოციებს და ვიღაცას გაყვე. გაიქცა ერთი ადამიანი წინ, დაიყვირა, წავიდა შტურმით, გაყვე. ნუ ეს ხდება ფსიქოლოგიურად ეს რაღაც შეცდომა ადამიანს შეიძლება დაუშვას. ის ხალხი უდანაშაულო არიან შინაარსობრივ ყოველთვის ისინი ციხეში არიან, ხო, აი იმ ხალხის პასუხისგებლობა, ვინც ამბობდა რომ დაგამხოთ ქოცებოდ. ისინი რატომ არ იღებენ პასუხისგებლობას? მე მაგალითად რა ვიცი, პოლიტიკიდან წავიდოდი. იმ ლიდერების პასუხისმგებლობაც ხომ იყო, ვინც შესაძლოა არ მოუწოდა, რომ წავიდეთ ათონელზე, ვთქვათ, როგორც იმ ლიდერებმა, ვინც ამ წუთას საპატიმროში არიან. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე კი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას პირველ რიგში მაღლა. უნდა გადაინაწილონ თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ასეთი ტიპის პოლიტიკურმა ლიდერებმა? კი, აუცილებლად და მე თუ მექნება შესაძლებლობა რომ სადმე ვინმეს ეთერში გადავეყარო, აუცილებლად დავსვა ამ კითხვას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა დროს რაღაც სხვა თემებზე ლაპარაკი. არაბებიო, ვიზა ლიბერალიზაციო, რა არაბები, რა ვიზა ლიბერალიზაცია ამ წუთას ამხობდი რეჟიმს და მე ხალხი ციხეში გიზის. რამდენიმე 10,000 ადამიანი და სხვა თემაზე ლაპარაკო. საერთოდ როგორ ლაპარაკობს, საერთოდ პოლიტიკაში როგორ დარჩი ამის შემდეგ. მინიმუმ ხო უნდა აღიარო რა შეცდომა დაუშვი. კაი, შეიძლება შეცდომა დაუშვი, ესეც მოსულა, რა ვიცი, შეცდომა ვის არ დაუშვია, მაგრამ თქვი მაინც. თუ გახსოვთ გვარამიამ და ციხიდან გამოვეწელი, რომ დავიწყოთ ეს 4 ოქტომბერი და მაშინ გაჩერდა ყველა. და მე შეიძლება ვივარაუდო, რომ გვარამიას უჯერებს მთელი ოპოზიცია, მათ შორის ნაციონალურ მოძრაობა, რომელიც ამბობს მიხეილ სააკაშვილის მეშვეობით, რომ ბიზნეს ფულით ფინანსდებოდა ის წინაწელს. აი ესეთი აბსურდი, როგორ შეიძლება ოპოზიციის მხარეს იყოს.